გამარჯობა ყველას. მე ვთქვი რომ მართლა დეჟავე მქონდა 4 წლის წინ საუბრობდით ახალ ლიფტებზე, საბაგირო გზებზე, ახალ მეტროზე, ტრამვაიზეც. იგივეს ვსაუბრობთ ახლა. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა და ამაზე ვისაუბრეთ ეს არის ავარიული სახლები. ეხლა ავარიული სახლები, რომელსაც ვერ დავინახე ბატონმა გიორგი თხემლაძემ კი წარმოგვიდგინა გეგმა, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს და სწრაფად როგორ განხორციელდება ეს ვერ დავინახე და კიდევ გავიმეორებ. ამოცანა ადგილობრივი ხელისუფლების არის ის, რომ ადამიანს ქალაქში ცხოვრების არ ეშინოდეს. სხვა პრობლემები, უამრავი პრობლემებია და უბრალოდ ეს რო არ ვთქვათ, თბილისი აღარც სინათლის ქალაქია, აღარც სიყვარულის, აღარც მშვიდობის. თბილისი არის ქალაქის საცობი. აი აქედან დიდი ღომში, ოღონდ იმის უკან ვცხოვრობ, ტოიოტას ცენტრის უკან. საათ ნახევარი მინდა. ამის წინ რომ მოვედი 2 საათი სამტრედიაში ჩახვალ თბილისიდან 2 საათში. და უბრალოდ ისევ და ისევ ვერ ვხედავ იმ გადაწყვეტილებებს. გასაგებია მეტროს აშენება ძალიან ძნელია და ძალიან ძვირი ხის, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ვერც ვერაზოს ვერ დავამთავრებ. 18 მეტრიანმა ავტობუსებმა ვერ უშველა და ბატონო გახეთ ბასლეინები იყოს და სუსლეინები ნუ იქნება, როდესაც პოლიცია აჩერებს მანქანას, ამოწმებს და ეს ხდება ბასლეინზე. შეუძლებელია ის ავტობუსი აგვიანებს, ხო? არ შეიძლება, მოდი, არ გაგიჭირდება თქვენ. გენერალური მდივანი ხართ პარტიის და აი ამ საკითხის მოგვარება.